გამარჯობა. რუსთაველის გამზერდა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ორ ლოკაციაზე თეატრის, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ და პარლამენტის მიმდებარედ იყო გადაკეტილი გამზირი. ახლა მოქალაქეები მიემართებიან სანაპიროზე ერთიანი მსვლელობით. მოგეხსენება დღეს რამდენჯერმე იყო დაპირისპირება პოლიციასთან, პოლიციის მხრიდან, ვინაიდან პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაწყებული აქცია, რომელიც მოგვიანებით გაგრძელდა პარლამენტის გვერდისა შესასვლელთან. შემდეგ კი მოქალაქეებმა სადეს დაბრუნებულიყვნენ თავიანთ პროტესტის უცხო ლოკაციაზე, რუსთაველის გამზირზე. პოლიციამ ცადა მათი ტროტუარისკენ გადაწევა, მოგვიანებით დააკავეს დაახლოებით 22-23 ადამიანი, ამ დრომდე ზუსტი რაოდენობა კიდევ არ არის ცნობილი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე სადეს მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, საბოლოოდ კი პოლიციამ მათ მისცა საშუალო შესაძლებლობა, რომ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი. ახლა ისინი მიდიან, როგორც გითხარით, სანაპიროს მიმართულებით, ერთიანი მსვლელობით. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩენის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა. მათ შორის რამდენიმე აქტივისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანებაც და სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომების და განაჩენების შემდეგ მოგვიანებით ვაპირს მიუსაჯეს 2 წლის ნახევრითა და 2 წლის პატიმრობა. გაგრძელდა მოგვიანებით აქცია უკვე რუსთაველის გამზირზე. კიდევ ერთხელ აი ამ მანქანებში ახლა რო გვერდგვივლიან ჩვენი თანამოქალაქეების ხედან. ქვეყნის მცველი დაატოვეს დღეს და დაატოვეს უკანონოდ უსაფუძვლოდ ისე როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე. ქვეყანაში სადაც კრიმინალის სტატისტიკა გაზრდილია, არასრულ წვავანებს აუპატიურებენ და დღემდე 500-ზე მეტი აქტივისტი რომ ცემით აწამეს და სიკვდილამდე მიიყვანეს ეფსათლები არ გამოუძიებია. პოლიციის რამდენიმე ოპერაციაში მიხვდება ახლა როგორც ჩაიარეს მარშის გვერდით. სამშობლოები არიან. ორგანიკები გამრავლებულა ქვეყანაში. კომისიამ საქართველოს 2008 წელს დამნაშავებინო. პოლიცია უკვე მობილიზდა სანაპიროს მიმდებარედ, იქ სადაც ახლა მოქალაქეები ჩადიან.
პოლიცია ტროტუარის სიარულისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც მსვლელობით ახლა მიდიან სანაპიროს გზაზე. პოლიცია ცდილობს ახლა მოქალაქეების ტროტუარისკენ გადაწევას, როგორც ხედავთ. მეგობრებო, დავეროდეთ ჩვენს თანამებრძოლებს, როგორც ხედავთ, ქართულ პოლიციას ჩვენი დაცვის გარდა შეუძლია ყველაფერი. შეუძლია უკრაინის დაცვა იყოს და შეუძლია რუსების დაცვა. გაჩერდით ყველანი რა. მეგობრებო, ველოდებით თანამებრძოლებს. არა, მოვიდნენ. Δεν κατεβατάρα ουσαλουσί χέους. Αγιά κάρα ουσαλουσί. Νέρβι αγώνα. Adro, Sudaudios, პოლიციის თანხლების ერთად. პატარა უწრო გზაზე არის. ველობა გვაქვს, რამს ველობა. გინდათ უბრალოდ ეგრევე. თორე გვაქვს უხელება. არია, არ დაიძრო. არ დაიძრო. არა. მოდი მანქანებში მსხდომთანა მოქალაქეებს მივმართოთ. გადმოდით და დაიცავით თქვენი ქვეყანა. ეს კოლოკიანის არალეგიტიმობა კომისია გადადასკვნე 2008 წლის ომი დაიწყო საქართველოს. ზეცხვილია ამაზე რაც უნდებით. შეარჩინა კოლოკიანს პირშეწირული ომსოდე. განდომა პოლიცია მას შეარჩინა. მეტი რაღა გითხრა, რაღა დაგანახო, რუსის დეტალიები არიან. ხელის გაგმირია. იდე ბაგმიე. ელელა. ჩვენი კონსტიტუციური უფლება დავაპროტესტოთ და მათ შორის გადავყენოთ ობიექტები თუკი მათ საქმარი რაოდენობა და საქმარიზე ვერ გიხვათ. რაოდენობა. გადამოდი და დაიცავი რუსეთის ქვეყანა. ნუ გვაქვს ურავის შორი და დირექტივები. აქ გამოაჩინეთ თქვენი კაცობა და თქვენი ადამიანობა. თქვენი სუფრაზე აწეული სადღეგრძეო რა ვთქვი. სამშობლო სადღეგრძეო რო იყო და ყოველდღე რუსეთს უნდა მიყიდოთ ეს ქვეყანა. სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი. ორგანიკიზეებს ემსგავსებით. მერე კოსტალა და ჟუეთ დამსახურდია პორტალ საუბარ საფლავში.
იურიდიულად ქართულ პოლიციას მინდა მიუმართო. ეს არალეგიტიმური კომისიის არალეგიტიმურ დასკვნაზე რომ სულგიანი ხოცა დაიწყეს ეს უკვე დიაგნოზია, სირცხვილია. მოგიწოდეთ სამართა დამცავებს ჯერ კიდევ სანამ მსგავსი სტატუსი გაქვს. ხალხს დაანებეთ თავი და რუსები რომ დაბაჭდნენ იმათ მიშეგეთ. ყველანი არალეგიტიმური კომისიის დასკვნის გადაპროტესტებად მისული 22 აქტივისტი დააკავეს. სავიად უკანონო დაუკვეთეს მათ თავისუფლება. სერცხველია მეგობრებო, მანქანებიდან ვიხურებ. და არ გადმოდიხარ და გული არ გეწევს, ქვეყანა დეტალიებში იწირება. როგორც მოგითხარით, მას შემოსავლები მემართება იუსტიციის საქმისკენ. და იქ გაგრძელებენ თავიანთ პროტესტს. პოლიცია დამივა. როდესაც ქვეყანაში კრიმინალის რიცხვი არის დაძაბული, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა სიტყვის გამარჯვებას 12 დამნაშავე გამოუშვა გარეთ. არასრულყოფა ბავშვების სტატისტიკა გაიზარდა. ბავშვი პოლიციის მთავარი მიზანი და წვილი მაინც აქტივისტები არიან, ვინც ქვეყანას იცავენ.
მეთოდებს ინფორმაცია იმ ადამიანებს ვინც კიდევ სიახლოვეს პოზიციაშია. ეს რუსთაველზე სულუკიანის არალეგიტიმური კომისიის დასკვნის გაპროტესტების გამო, რომელიც საქართველოს ბროს 2009 წლის აგვისტოს დაწყებაში დააწო ხელიძეს შეწირულად პიარ შეწირულ უწოდებს, ამის გამო დაატოვეს 22 აქტივისტი. გოგონებს სახეზე გადაუარეს და ისიაღუპეს თავისუფლება. სირცხვილი! სირცხვილი! მეგობრებო, ყველანი ჩერდებით. არა ძმა ხა გავჩერდეთ, ვისაც საჩვენია იქ გავჩერდეთ. ესეც კაია, დაინახო სხვა რა ხდება, დაინახო. კარგი, ესე ვიქნა. არა, გადაკეთვა საფაფი. არა, არც ვაფიქრებ, ესეც კაია, დაინახო. მეგობრებო, ვაკეთებთ მას, ხოს უყრავთ და ნუ იქცევით უკანონოდ. მეგობრებო, ქართული ოცნების ოფისისკენ, ვიდრები ხორბა ჭალისკენ. მარია! ჩვენივე თანამოქალაქეები ეს არალეგიტიმური კომისიის თავმჯდომარის არალეგიტიმური თავმჯდომარის სულუკიანის დასკვნის გაპროტესტების გამო დაიჭირეს 22 აქტივისტი. ვაგონს გადაუარეს სახელმწიფო ისიაღუპეს თავისუფლება. სულუკიანის არალეგიტიმურმა კომისიამ დაასკვნა, რომ 2008 წლის აგვისტოსში დაიწყო საქართველო. ამაზე მეტი რაღა გითხრათ, რომ არიან ქვეყნის გამყიდველები და რუსები. რა გულიგებთ ხალხო სახლში? როგორ არ გააღაშყოდა დამაყალმა, რა უნდა მოხდეს? ალბათ საკითხავს უნდა დაწყვიტონ რუსთაველზე, რომ თქვენი გაბრაზება გამოვიწვიოთ. ქვეყანა მიეფარება რუსეთში ვართ, მეგობრებო, გაიხოცეთ და გამოდით. იქამდე ვივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს სულუკიანის არალეგიტიმურმა კომისიამ ულელი მოსამართლის ვილმა
საქართველო ოფიციალურად დამნაშავედ 2008 წლის ნომის დაწყებაში. და მწუხელიძე კიდევ ერთხელ გაქელებს ფეხქვეშ. იარ შეწირულები უძახეს და ჩვენ ამაზე რეაქცია არ ჰქონდა. მაშინ როდესაც 99 ქვეყნის თავისუფლების იდეას უამრავი ქართველი შეეწირა დღეს სახლებში როგორც იხარ. ქვეყანაში მარიონეტებად გვაქციეს, შეგვაგურეს ჩმარობას. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი მებრძოლიერი, ტრადიციების გამტარი და ეროვნული ინტერესების დამცველი საკუთარი სიცოცხლის ფასად. გამოდით გარეთ! გამოდით! მეგობრებო, კიდევ ერთხელ ისევ ჩემს თანამებრძოლებს მოგმართავთ. დამხაბა რეჟიმს! თავისუფლება დღეს! დამხაბა რეჟიმს! თავისუფლება დღეს! დიდება საქართველოს! იდება გმირებს! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს! დღეს შოდა სამწუხაროდ ქართულმა პოლიციამ დაიწყო რუსების დაცვა. მილიცია! სამწუხაროდ დღეს სამშობლოს მცველებს გადაუარეს სახელზე. დაიხია უყვარდეს თავისუფლება უყადონო. ჩვენ გარდა ბრძოლისა აღარაფერი დაგვრჩენია. ამიტომ მეგობრებო, ვაგრძელებთ ბრძოლას და ყველა ადამიანმა, მათ შორის ახლა მანქანებიდან დარწმუნებული ვარ, რომ გვისმენთ თქვენი წიდი პასუხისმგებლობა აიღეთ, თუ არ გინდათ რომ სამუდამოდ ბეტარიებში ჩაიძიროთ. დღეს კრიმინალის რიცხვი არის გაძვირებული. არასრულწლოვანების გაოპატიურების ინდექსმა იმატა და მაშინ, როდესაც ქვეყანაში შეად ბავშვებს ყავს ბიჭო, ილია მართალის წმინდა ილია მართალის სიტყვები. შეიძლება ბევრმა არ იცის გამომდინარე მათი გაუნათლებლობიდან ილია ჭავჭავაძე არ მიმართავ ჩემს თანამებრძოლებს. სამწუხაროდ ქვეყნის ისტორია და ანწუხელიძე დაავიწყდა და შიშობ რომ
ილია ჭავჭავაძეს აღარ ემახსოვრება თავისი ფსევდონიმით. სიტყვა რევოლუცია მას შეგაშინო ზვირფასო მკითხველო. რევოლუციას ყოველთვის მოაქვს მშვიდობიანობა. ამიტომ გავაუდეთ ჩვენ თანამებრძოლებს. ჩემ გარდა ყველას უფლება აქვს ამ ქვეყანაში მათ შორის რუსები დამაჩინეს თავზე. მეგობრებო, აქ არა მარტო ქართულ პოლიციაში იმალებიან ამხედველები, არამედ პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლები, განსაკუთრებით უნამუსო შალვა რამიშვილის წარმომადგენლები არიან. აიდა შალვა რამიშვილის დედაშვილის. მეგობრებო, გაჩერდით ერთი წუთით აქ მოგროვდით. ბახო, მეგობრებო, გაჩერდით. მეგობრებო, გაჩერდით. აქ ჩერდებით ცოტა ხანი. მოდით ახლოს, მოდით. მეგობრებო, ვახო, მოდით ახლოს, მოლაპარაკების დროა. ავიღალეთ? არა. ავიღალეთ? არა. ხოდა ანუ მომიყვანებაში დამშუპავს. ჩაკდა ამბობს ავიღალეთ. სალამის ლაპა. მაგას რაჯობია პოსტით. იო. მაგას რაჯობია პოსტით მოვიდა შეწუხე რამიშვილის უკეთესე რაღაცამო რაღაცა ჩვენ ავდებაო. ის სიარული ეზარება შეუძლია გამუნდეს ედაშენ წავიდა აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ მარშით გაზრდილყვნენ რუსთაველისგან ჯერ იყვნენ იუსტიციის წინ. ახლა ქართული ოცნების ოფისისკენ მიემართნენ. გეგმავენ წასვლას, თუმცა ჯერ დაზუსტებით არ იციან, დროებით გაჩერებულები არიან სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები. მარშით დაიძრნენ ისინი რუსთაველის გამზირიდან. როგორც ხედავთ, ნაგზის რაღაც ნაწილი დაკავებული აქვს ახლა აქციის მონაწილეები და ორიგად ჩამწკრივებული პოლიცია მიჰყვება მას. დროებით დაგემშვიდობებით net გაზეთის ლაივიდან ვითარების შემთხვევაში განვაახლეთ პირდაპირ ეთერს. მადლობა რომ გუყურეთ.